Შედავისა მეგობრებო, მე მგონი რომ ინტერნეტი ხელს არ შემიშლის ახლა, იმიტომ რომ დღეს დილიდან ნერვებს ამშლის ინტერნეტი, ხანით იშება და ხან არა. თუმცა დღეს საინტერესო თემაზე მინდა გესაუბროთ, როგორც ყოველთვის საინტერესო თემაზე, ყოველთვის საინტერესო თემებით შემოვდივარ და ამიტომ გააზიარეთ ვიდეო. ეხლა რა ხდება? მეორე დღე არის, როცა შიმშილობ და შიმშილობაზე მინდა გითხრათ, რომ როგორც უკვე იცის ჩემმა მაყურებელმა, გამოწვრთნილი, გამოცდილი ვარ 4 კვირის მანძილზე ვიშიმშილე 4 დღე. შემდეგ 5 დღე იყო ჩემი ბოლო შიმშილობა. მერე გავიდა რაღაცა გამოვტოვე 6 დღიანი შიმშილი, გამოვტოვე თუმცა გავაგრძელა ახლა მე-7 კვირას 7 დღიან შიმშილზე ვარ და არ მიჭირს მეორე დღე არის გასული. როგორც ვიცი, 4 დღე არის კრიზისული, შემდეგ 4 დღის მერე 7 დღე შიმშილებ, 14 დღე შიმშილებ, 21 დღე შიმშილებ, 40 დღე შიმშილებ. მე მგონი ამას მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს. გააჩნია რა დატვირთით მუშაობ. მაგალითად, თუ კი თავს მიაჩვევ შიმშილში, თითქოს ისეთი მომენტია, რომ საერთოდ დისკომფორტი არ გექმნება, არც სიარულში, არც აზროვნებაში, არც საქმეებში და ასე შემდეგ. დღეს მაგალითად ჩვეულებრივად გავისეინეთ, ტყეში ვიყავით, გავისეინეთ ბავშვებთან ერთად, ბევრი ვიარეთ, თუმცა არანაირი დისკომფორტი და არც თავბრუსხვევა არ მქონია და მე მგონი ძალიან საინტერესოა ეს საკითხი. ადამიანებმა შევაჩვიოთ თავის შიმშილს და ამდენ კონზუმს, ანუ ამდენ მომხმარებლობას საკვებისას თავი ავარიდოთ. რამე თუ იცით თქვენ, რომ დღესდღეობით საკვები იმდენად ჯანსაღი არ არის, როგორც ადრე იყო და თუ კი ჩვენ ნაკლებ ჯანსაღ საკვებს მივიღებთ და ნაკლებად მივიღებთ საკვებს, ეს უფრო ჯანმრთელობას შეგვინარჩუნებს, ვიდრე ბევრი საჭმელი და ბევრი ქიმიკატები მივიღოთ. ეხლა რაც შეეხება მოზარდებს და ორსულებს, მაგაზე არ არის საუბარი მეგობრებო. მოზარდებს და ორსულებს შეუძლიათ ჩვეულებრივად იკვებონ, რადგან მათი ნივთიერებათა მოითხოვს საკვებს, თუმცა ჩვეულებრივად არაორსულებმა და არამოზარდებმა ჩვეულებრივად შეგიძლიათ იშიმშილოთ, რამდენი დღეც შეძლებთ იმდენი დღე. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ თუ კი 4 დღეზე მეტს შიმშილობთ, შეგიძლიათ მაგალითად მიმართოთ ამ ხერხებს, რომ თავიდან შიმშილის დაწყებისთანავე მიმართოთ კუჭნაწლავის გაწმენდის საშუალებებს, როგორც გარედან მიღებულს, ასევე უყნას. ამაზე ვიდეოს დავფოსტე და შეგიძლიათ გადაახვიოთ და ნახოთ, უпроსტოდ ჩასკროლოთ და ნახოთ ვიდეოებში. და ნემსაძე საუბრობს, თუ არ ვცდები, ნემსი წერაშვილიო, თუ ესეთი გვარი აქვს რა. ძალიან სასიამოვნოდ საუბრობს და მე პირადად ვითვალისწინებ მის რჩევებს. ასევე შეგიძლიათ ჩემი რჩევები გაითვალისწინოთ თავიდან, როდესაც 4 დღე ვიშიმშილე, არანაირ ამგვარ საშუალებებს არ მიმართავს, ჩვეულებრივად ვიშიმშილე და ჩვეულებრივად გაგრძელდა 4 დღე შიმშილის. როგორც უკვე იცით, მივაჩვიე პირველად 1 დღე ვიშიმშილე, მერე 2 დღე, მერე მე-3 დღე, ანუ პირველ კვირას 1 დღე, მეორე კვირას 2 დღე, მე-3 კვირას 3 დღე, მე-4 კვირას 4 დღე, მე-5 კვირას 5 დღე, მე-6 კვირას აღარ ვიშიმშილე და ეხლა უკვე მე-7 კვირას ისევ 7 დღე ვშიმშილობ. ასე რომ შიმშილს რაც შეეხება. ეხლა რაც შეეხება მატრიცის გადატვირთვას. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დრო დასწრაფებულია და სწრაფი სიჩქარით იზრდება ჩვენი მიმღებლობაც და იზრდება ასევე ჩვენი გადამუშავებაც ამა თუ იმ ინფორმაციისა, რაც დღემდე გვისწავლია. მინდა გითხრათ, რომ ამ პერიოდში, ახლა ზუსტად ამ წუთში, სანამ ჩავწერდი live, სანამ დავიწყებდი, მქონდა ესეთი მოსაზრება რა.
რომ წარმოიდგინეთ, რომ აი ნებისმიერი სისტემა, ხო, ნებისმიერი რაღაცა მოსაზრება არის სისტემა. და ჩვენ ამ სისტემებში ზოგი მისაღებია ჩვენთვის, ზოგი არ არის მისაღები და ვზივართ ჩვენ ამ სისტემებში და გვინდა არ გვინდა ამ სისტემის ნაწილები ვართ. და განსაკუთრებულად თუ კი ჩვენ ვიფიქრებთ, რომ აი მივყვეთ ამა თუ იმ წინასწარმეტყველებას, თუ წერილებს, თუ მეცნიერებას, თუ ამა თუ იმ მოსაზრებებს, მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ეს რაც ჩამოვთვალე გვაქცევს ჩვენგან ჩარჩოში და მატრიცაში, ხო? ანუ როგორც ადამიანი მესამე განზომილების არსება, ჩვენ ვარსებობთ როგორც ეთერული სხეული, ვარსებობთ ესე იგი არა მხოლოდ ეთერული სხეული, აქ არის 3 სხვადასხვა სფერო, ეს არის ეთერული სხეული, ეს არის არამატერიალური სხეული, რომელიც არის ჩვენი სულიერი და მენტალური, რომელიც არის ჩვენი აზრიდან გამომუშავებული მენტალი, ხო? მენტალი შედგება ყველა იმ ინფორმაციისგან, რაც დღემდე ვისწავლეთ, რაც დღემდე დაწერილა, რაც დღემდე არსებობს და უბრალოდ გამოვრიცხოთ, აი ჩავთვალოთ და ვიფიქროთ, რომ არაფერი არ არსებობს, არც ერთი ინფორმაცია არ მიგვიღია დღემდე და ვარსებობთ მატერიაში. აი ამ შემთხვევაში რა იქნებოდა? ჩვენ აი წარმოვიდგინოთ უბრალოდ და დავუშვათ, რომ არ არსებობს ჩვენს გარშემო არც ერთი ინფორმაცია, რომელიც გვასწავლეს, ბავშვობიდან გვითხრეს, მაგალითად დავინახეთ მგელი და ვდგავართ რეალობის წინაშე, რომ ჩვენს წინ დგას მგელი. ჩვენ თუ კი მატრიცის მიხედვით ვიმოძრავებთ, ჩვენ გვეცოდინება, რომ ეს მგელი არის საშიში, ეხლა შეიძლება გვეცეს და შეგვიჭამოს და ზოგიერთი ახსნის მიხედვით შეიძლება, რომ ჩვენ ეს მგელი მოვითვინიეროთ, ამა თუ იმ მეთოდებით ჩვენ აი რაღაცნაირად თუნდაც მუხლებზე დავიჩოქოთ და მის წინაშე რაღაც ესეთი ქმედება გავაკეთოთ, რომ მან არ გვეცეს და არ შეგვჭამოს, და რაღაცები ვისწავლეთ, ხო? აი ახლა გამოვრიცხოთ ეს სწავლებები და ჩვენ წინ დგას მგელი, უბრალოდ წარმოვიდგინოთ სურათი, რა ჩვენს წინ დგას მგელი, რას ვიზავდით? ამ შემთხვევაში თუ კი გამოვრიცხავდით ყველა იმ ცოდნას, რაც დღემდე ვისწავლეთ, ხო? ჩემი აზრით, როგორც კი დავინახავდით მგელს, მაშინვე დავიწყებდით ჩვენი თავის აღთქმას. ნახე, მე არ მაქვს სარკე, არ ვარ მხოლოდ ჩემი თავის შეხება, მაგრამ ჩემი თავის დანახვა არ შემიძლია, არ მაქვს იმის უნარი, რომ თვალი გამოვიღო და შევხედო ჩემ თავს როგორი ვარ, ხო? ერთადერთი რაც შემიძლია, რომ ჩემი არ არსებობს ფანჯარა, არ არსებობს ჯერ არც ერთი საშუალება, რამაც ჩემი თავი დამანახა, არც წყალი, არც ფანჯარა, არც სარკე და არც მეტალი რამე, ხო? ერთადერთი რასაც ახლა ვხედავ, მატრიცის გარეთ ვარ და ვხედავ ჩემ წინ დგას მგელი, რასაც ქვია მგელი, ну რაღაცა ფიგურა, რომელიც რაღაცა არსებას წარმოადგენს, მოძრაობს და მოემართება ჩემსკენ. თქვენი აზრით, აი ამას უნდა დაფიქრება, მეგობრებო, რა. დაფიქრება უნდა, ამას არ უნდა მხოლოდ უცბად სწრაფი პასუხი. ამას უნდა დაფიქრება, აი ვდგავარ და არავინ არ ვარ, არ ვიცი ვინ ვარ. აბსოლუტურად გათიშული ვარ, ვიცი მხოლოდ მაქვს სხეული, ხელებს ვხედავ, ფეხებს ვხედავ ჩემსას, ჩემს სხეულს ვხედავ, თმებს ვხედავ, მაგრამ ვერ ვხედავ სახეს, ვინ ვარ მე არ ვიცი. და ვხედავ უცბად რაღაცა არსებას, რომელიც შეიძლება მოდიოდეს ჩემსკენ. შეიძლება მოდიოდეს, არ არის აუცილებელი მოდიოდეს ჩემსკენ. დგას ჩემს წინ. ძალიან საინტერესო ვარჯიშია ეს ახლა, რასაც გეუბნებით. ეს დგას ჩემს წინ, ეს რაღაცა არსება, არც სახელი ვიცი, არც გვარი ვიცი, არც ის ვიცი, რომ მტაცებელია, ну მოკლედ არის რაღაცა. რას ვაკეთებ ამ დროს? ვიწყებ ამის შესწავლას? თუ ვაიგნორებ ამ არსებას? ჩვენს გარშემო არაფერი არ არის, აი სიბნელეა ან სინათლეა და ვხედავ ერთ ფიგურას.
პირობითად ამას დავარქვი, მე ჩემი თვალთახედვიდან დავარქვი ამას მგლი რაღაცა, ხო? სხვა მგელის გარდა სხვა დაახლოებითი დავარქვი, იმიტომ რომ რატომ დავარქვი ახლა ამას მგელი, ხო? აი, ნახეთ რა მაგარ თამაში შემოდის აქ ენა. აი ახლა მე ამ არსებას ვხედავ და მინდა რომ გავიგო ეს რა არის. ვინ არის, რა ხდება, რა არის თუ ვინ არის თუ რა ხდება, ხო? რა დაშვებული ლიკა წერს, რა დაშვებული ლაპარაკობ, ეგრევე მამაო ჩვენო უნდა თქვათ და გადავისახოთ პირჯვარი. გარკვეული ზეგავლენის ქვეშ ხარ. მე ქრისტეში ვარ და სამება ჩემშია. ხო, ლიკა, ეს არის ერთი მატრიცა, აი ეგ მოცემულობა არის ერთი მატრიცა, რაშიც ჩავჯექით და მივიღეთ ჩვენად, რაღაცნაირად ჩვენად მივიღეთ. მაგრამ აი გამოვიდეთ მაგ მატრიციდან, ვაფშე არ გაგვიგია რომ არსებობს სამება, არ გაგვიგია რომ მამაო ჩვენო არსებობს, არ გაგვიგია რომ არსებობს ქრისტე, არ გაგვიგია რომ საერთოდ არსებობს ლაპარაკის დონე. ანუ არ გამიგია არც ერთი სიტყვა საერთოდ ცხოვრებაში. მაგრამ ვუყურებ ამ რაღაც ფიგურას, რომელიც უნდა აღვიქვა რაღაცნაირად რა. არც ლაპარაკი ვიცი, არც განულებული ვარ. ვიცი მხოლოდ არის ჩემი სხეული, ხედავ ამას, ვეხები და ვგრძნობ. იმას ჯერ არ შევხები ვარ, არც ვიცი არანაირად რას წარმოადგენს, არც შეგრძნებით ჯერ არ შემიგრძნია. შეგრძნებით მხოლოდ დანახვის დონეზე შემიგრძნია, რომ ის არსება რაღაცა არსებობს, მაგრამ რა არის, როგორია, ვინ არის, არ ვიცი. თქვენი აზრით, ამ შემთხვევაში ეს არსება თქვენ შეგჭამთ? ეხლა სად მინდა რომ მიგიყვანოთ, რა ძალიან მაგარი საუბარი მქონდა მე დღეს და საერთოდ ის ადამიანი, ვისაც ვესაუბრებ, ვერც მოვა აზრზე, რომ მე აი ახლა ამ დაკვირვებას ვაწარმოებ იმ საუბრიდან გამომდინარე, მაგრამ მე გეტყვით ერთ რამეს, სადამდე მინდა მიგიყვანოთ, მინდა გითხრათ და მე რატომ და რამ მაფიქრებინა ეს? აი, უბრალოდ მინდა თქვენი პასუხი გავიგო. ჩემს წინ დგას რაღაცა არსება, რომელიც ჩვენ ახლა აი ამ მატრიცაში ვიცით, რომ ეს არის მგელი და მტაცებელი, მაგრამ იმ მატრიცაში ჩვენ არ ვიცით, რომ ეს არის მტაცებელი და ქვია მგელი. უბრალოდ ხედავთ რაღაცა ფიგურას. ამ ფიგურას შეუძლია შენი შეჭმა იმ მატრიცაში? მაინტერესებს თქვენი აზრი. აი პირობითად ავიღოთ, ვუყურებ, არც შიში მაქვს, არც ღელვა მაქვს, არც სიხარული მაქვს, გათიშული ვარ აბსოლუტურად ყველანაირი ემოციისგან, ხედავ რაღაცა ფიგურას და ვიცი რომ უბრალოდ ის ჩემს წინ დგას, მაგრამ რა მნიშვნელობას მივანიჭებ აი ამ ფიგურას მე? რაზეა დამოკიდებული, ამ ფიგურაზე თუ შენზე? როგორ მაინტერესებს თქვენი პასუხი რა? აბა ჩადით სიღრმეში და წარმოიდგინეთ და უბრალოდ გათავისუფლდით აბსოლუტურად ყველა ჩარჩოებისგან, ყველა წარმოდგენისგან, ყველა სიტყვისგან და შეხედეთ აი ამ ფიგურას. თქვენი თავის კი არ დაგინახავთ, არ იცით როგორ აი თქვენი სახე არ დაგინახავთ. საერთოდ არც ერთი წამი არ გაქვთ თვალის დონეზე დანახული თქვენი სახე. უბრალოდ იცით, ხელით შეხებით, იცით, რომ აქ რაღაცა თვალია, აქ რაღაც თმა არის თვალზე, იქ რაღაცეები არის, რაღაც აი ცხვირია გამოწეული, მაგრამ სარკეში ჯერ არ ჩაგიხედავთ, არც წყალში, არ იცით თქვენი გამოსახულება. ან თამარი წერს, ან პირობა უფრო კარგად ჩამოაყალიბე, ეხლა შემოვედი. ლალები წერს, მისი ქცევა ალბათ იმაზეა დამოკიდებული ის, რაც და როგორ აღიქვავს. ის როგორც აღიქვავს, თუ შე როგორც აღიქვავ მას?
ლალები. თამარ, მოკლედ ერთი სიტყვით ჩვენ ეხლა ვცდილობთ მატრიციდან გათავისუფლებას და არის მოცემულობა, რომ შენ გაქვს შენი სხეული, იცი რომ შეგრძნების დონეზე ფეხიც გაქვს, ხელიც გაქვს, ყველაფერი გაქვს, სახე გაქვს, ყველაფერი, მაგრამ ჯერ არ ჩაგიხედავს სარკეში, არ იცი რა გქვია, საერთოდ არ გაინტერესებს ეგეთი რაღაცეები რა, შენ თავს უწოდო სახელი, ან გვარი, ან ქალი, ან კაცი, არ იცი, მოკლედ, არ იცი არაფერი. განულებული ხარ. ერთადერთი ის იცი, რომ გრძნობ შენს სხეულს და შენს წინაშე უცბად რაღაც ფიგურა გამოჩნდა. პირველად ხედავ. აი ზუსტად, თამარ, არა შე როგორ აღიქვამო. ლალის პასუხს გაიცი, ხო, პასუხი, ხო. მოკლედ, ამ ფიგურას შე როგორც აღიქვავ, ის მოხდება. დარწმუნებული იყავით მაგაში. როგორცაც გახდის შენი აზრი ამ ფიგურას, ის მოხდება. და ეხლა მინდა მე ზუსტად დავუბრუნდეთ ისევ ჩვენ მატრიცას, ჩვენ უკვე ყველაფერი ვიცით, ნასწავლი გვაქვს, იმ მოცემულებაში ვართ, რაშიც ვართ, უკვე ყველაფერი ვიცით, ამას ქვია მგელი, მე ვარ თამარ ინასარიძე გეფართი, შენ ხარ თამარ შერვაშიძე, ვიღაცა არის ლალები და უცბად ჩვენი მომავალი წარმოისახება ასე. მე დღეს მქონდა ერთ ქალბატონთან საუბარი, რომ წაკითხული მაქვსო მე ზვიად გამსახურდიას ლექსიო, სადაც წერს, რომ ისევ მომიწევს საიდუმლო სერობაზე სხდომაო. და ზვიად გამსახურდიამ უკვე წინასწარ იცოდა, რომ მას ჯვარს აცმევდნენ. აი ეხლა მე თქვენ გეუბნებით. იყო თუ არა ეს წინასწარ დასახული, გეკითხებით უბრალოდ კი არ გეუბნებით, გეკითხებით. იყო თუ არა ეს წინასწარ განაჩენ გამოტანილი მომავალი ზვიადის რეალობაში, რომ მან თავის თავს გამოუტანა განაჩენი, რომ ის ჯვარს უნდა ეცვათ. და მოხდებოდა თუ არა ის, რაც მოხდა, რომ არ დაეწერა მას ეს ლექსი. აბა მაინტერესებს თქვენ რა სიტყვით. ყოველი ხდება მოიცა? ლიკა ჩათი წერს, თამარ, ჩემ კომენტარებს რატომ შლი? მისა. ლიკა, მე არ შლი შენ კომენტარებს. საერთოდ არ შლი? ეთყობა თვითონ იშლება? ლიკა, მეუბნება რა დაშინებული ლაპარაკობ, ეგრევე მამაო ჩვენო უნდა. არა ლიკა რა დაშინებული პირიქით, მე ხლა ეთყობა პირი მიშრება, ეთყობა სითხე არ მიმიღია საკმარისი. და ვცდილობ რომ გარკვევით ვისაუბრო, იმიტომ რომ სახე რო არ მიჩანს, ცოტა რთულია თქვენთვის, გაიგოთ ის რასაც ვლაპარაკობ. ეხლა ნახე, დარეჯანი წერს, არა არ შეჭამს, რადგანაც შემზია დამოკიდებული. კი, დარეჯან, მეც ესე ვფიქრობ. ანუ არ ვიცი, არაფერი არ ვიცით, მაგრამ მეც ეს გეთანხმები მაგ აზრში, რომ მე როგორც გადავწყვიტავ, ისე მოხდება რა. ანუ არ შემჭამს, იმიტომ რომ მე ამ აზრს არ გავივლებ თავში. ეხლა მეორე ვიღაცა წერს, თია, თამარ როგორ შენც გინდა ისე შეგიძლია წაიყვანო მოვლენები, მგელი და ვერც ვერავინ ვერ შეგჭამს შენი ნებართვის და სურვილის გარეშე, ხო? ანუ თიაც გვეთანხმება ამ აზრში. თამარი წერს, სანამ არ ვაკეთებ იდენტიფიკაციას, ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, ხო? ანუ ამ აზრისკენ მივდივართ. ყოველი ხდება იდენტიფიკაციის შემდეგ, კი. ამ სისტემით ხდება რეალობის ჩამოყალიბება. პიროვნება, ხასიათი, ქმედება, რეალობა. თამარი წერს. ლიკა წერს, ალო, კი, მაგრამ მე ხედავენ, მე ვარ ნაბიჯვრების სირები გეჭორავებიან და ღმერთი ვარ გაწყობთ? ლიკა,
ვნახოთ სადამდე მივალთ, აბა ჩამოვაყალიბოთ ჩვენს თავში რა რეალობა წარიმართა ეხლა ამ გელსა და ჩემს შორის რა. ამ სისტემით ხდება რეალობის ჩამოყალიბება. თამარ, ხო, ეს ხო წავიკითხე, ხა თიას წავიკითხე. წინასწარ ვინ რას დაწერს ერთია და შენ რას აღიარებ დათანხმდები და მიყვები დინებას მეორეა. თია, მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენს გარდა არავინ არ არსებობს, აი, შენს და მგელის გარდა არავინ არ არსებობს და შენ რასაც დაწერ, ის ხდება. აი, მაგალითად, მე უცბად წარმოვიდგინე ჩემს წარმოდგენაში, რომ ეხლა ეს მგელი არის ბოროტი, მეტაკება და შემჭამს. მაგრამ ჩემს წარმოდგენაში უცბად წარმოვიდგინე, ეს მგელი იმდენად კეთილია. ანუ ეს რაღაცა ფიგურა იმდენად კეთილია, ლამაზია, ვაუ, პირველად ხედავ ესეთ რაღაცას. რა საინტერესო რამეა. მინდა რომ მივიდე შევეხო, ხედავ? და აქ აზრები არ ყალიბდება უცბად, რომ აი ახლა ამას უკბილები კონდეს, ესეთი ბასრი და ჩამჭიდოს. არა მაქვს ეს შიშები. წარმოიდგინე, აი ბავშვს როგორც თოთო ბავშვს, რატომ არის რომ 2 წლამდე ბავშვს არც ერთი ცხოველი არ ეკარება, თუ კი ის გადააგდეს ტყეში. არ ჭამენ, ცხოველი მას არ ეკარება. ნუ მეცნიერები ამბობენ, რომ რაღაცა სუნს გამოყოფს ეს თოთო ბავშვი, რაც კანონზომიერება არის, ეს ზეციური კანონის ზომიერება არის, რომ ამ სუნზე არც ერთი ახალშობილი არ ჭამს, არც ერთი ცხოველი ახალშობილს არ ჭამს. ასეთი დაკვირვება არის და მართლაც ხდება ხოლმე, რომ აი მაუგლის მაგალითი გაიხსენეთ, რომ გლების ხროვაში მოხდება და ეს ტყუილად არ ყოფილა. ეს მართალი ამბავიც არის სხვათა შორის, რომ გლების ხროვაში გაიზრდება ეს მაუგლი და მე ისინი თავისიანად მიიღებენ და აღარ შეჭამენ და ნუ ცხოველებში. მოკლედ ერთი სიტყვით გადავიდეთ ისევ იმ აზრზე რა. აი ახლა მე გეკითხებით. ზვიადის რომ არ დაეწერა ეს ლექსი და თავის თავში წინასწარ არ დაეგეგმა თავისი მომავალი. მოხდებოდა თუ არა ესე როგორც მოხდა. იგივენაირად მე კითხავთ. ქრისტეს რომ არ სცოდნოდა ის წერილები, რომელიც წერდა მესიის შესახებ, რომ მოვიდოდა, იქნებოდა ესეთი, მოკლედ საბოლოო ჯამში ჯვარს ეცმეოდა რა, აღარ გავაგრძელებ ბევრს დეტალებში არ ჩავარ. მოხდებოდა თუ არა ჯვარცმა. ანუ რომ არ ყოფილიყო წერილები, რომ არ ყოფილიყო წინასწარმეტყველება, რომ არ ყოფილიყო ეს ყველაფერი დაწერილი, მოხდებოდა თუ არა კაცობრიობის თავზე ჯვარცმა, კაცობრიობის ისტორიაში ჯვარცმა. თქვენ რას ფიქრობთ, მოხდებოდა? რეალობას აყალიბებს ინდივიდი საკუთარს, მაგრამ მასებზე ზემოქმედება ძალიან მარტივია, ძალიან ვთქვათ, რაღაც ჭორი შემოაგდე და დატრიალდა საზოგადოებაში. გარკვეული დროის მანძილზე შეფარულად გავაჟღერებ მასმედიით, უფრო გაჯდა ტვინში და შემდეგ მანდელას ეფექტი და ეგ არის. ხო? აი ზუსტად ეგრე რა, შემოაგდებ სიტყვას, იტრიალებს და მართლა მოხდება. ეგრე იყო აზრიც, პირველად იყო აზრი, მერე სიტყვა, მერე განხორციელება და ასე შემდეგ. აი ახლა მე გეკითხებით თქვენ, შეგვიძლია თუ არა უკვე დაწერილი მატრიცის წაშლა. აი მაგალითად, თუ კი ზვიადიმ დაწერა ლექსი, რომ მე მაინც მომიწევს ბოლო საიდუმლო სერობაზე ჯდომა, ხო? საიდუმლო სერობის გატანა. თუ კი ზვიადი ამ ლექსს წაშლიდა, დახევდა, გაანადგურებდა, არ იქნებოდა საერთოდ აღარ არსებობდა, მის თავშიც გაანულებდა ამ ინფორმაციას, შეძლებდა თუ არა ის თავის რეალობის შეცვლას. იგივე გეკითხავთ, თუ კი ქრისტე იმ ძველ წერილებიდან, იმ მოლოდინს, რომელიც კაცობრიობას ჰქონდა უკვე 4000 წელი თუ რა ვიცი როდის, რამდენი ხანი ელოდა აი ამ მესიას,
წაშლიდა ქრისტე დახევდა ამ წერილებს, აბსოლუტურად ყველაფერს გაანულებდა და თვითონ რაც ჰქონდა წაკითხული იმასაც გაანულებდა, მოხდებოდა თუ არა ჯვარცმა. რას ფიქრობთ? მოკლედ ესე იგი წავიკითხოთ აბა ლალი წერს მაშინ მგელის მატრიცის გარეთ უნდა იყოს და შიმშილის დაკმაყოფილების საშუალებად არ აღიქვამდეს. რა თქმა უნდა ლალი, მატრიცა შედგება მხოლოდ შენი თავიდან გამომდინარე. შენ თავში რაც ხდება, ის არის მატრიცა, დანარჩენი სხვა არ არსებობს. ამ შემთხვევაშიც ეს ფიგურა რომ წარდგა შენს წინაშე, ეს ფიგურა არის შენი მატრიცის, შენში წარმოქმნილი მატრიცის ნაწილი. სხვა ის მგელი არ არსებობს. ის არსებობს მარტო იმიტომ, რომ შენ დაინახე და შენ თავში წარმოიქმნა ეს ფიგურა. მეტი არანაირი აბსოლუტურად სხვა მგელი არ არსებობს და შეიძლება ის მგელიც არ არსებობს. იმიტომ რომ ის მგელი შენს წინ დგას და შენ წარმოდგენაშია. მას სანამ შეეხები, არ იცი არსებობს თუ არა. როგორც კი შეეხები, ის არსებობს და ის არის უკვე შენი მატრიცის ნაწილი. გამოცდილება და გამოცდილებიდან მიღებული აი ეს შეძენილი ინფორმაცია. ხო, ეხლა ლიკა წერს, მოკლედ, ახლა რომ კონდეს კამერა, ისეთ რაღაცეებს ვიტყოდი, თმები ყალყზე დაგიდგებათ ყველას. ახლა აქ იმას მოგიყვები ნინუცას მკვლელობის მე 2016 წელს მოსაგრე წმინდან გადამიხდა ლიკა. ნინუცას მკვლელობის მე 2016 მოსაგრე წმინდან ბერებს ვესაუბრე და ასე მითხრეს. გვიმეებში მოღვაწეებზე მაქვს საუბარი. ამ ღვიმეებში მოღვაწეებზე მაქვს საუბარიო. მითხრეს, რომ თეთრი წმინდა ნათლის მეომარი და მგელი ხარო. ანუ ბუნტის თავი ხარო, მაგრამ ყველაზე მართალი და კეთილშობილიო. ხო, ლიკა, მაგაში მართალი უთქვავთ. ანუ ეგ ჩვენ მატრიცაში, ესე იგი რაც ჩვენ ვიცით დღემდე, გამოცდილება რაც არის აი ამ გონში, სადაც ჩვენ ვართ ამ მატრიცაში, ვიცით რომ ეს მგელი არის ბუნტის თავი, ხო? ზოგიერთი მგელს უწოდებენ კიდევაც თეთრ მგელს, ან მარტოხელა მგელს, რომელიც თავის არავიზი არ არის დამოკიდებული, სხვათა შორის ვაჟა-ფშაველაც მაგ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, არავიზი არ ხდება დამოკიდებული, არის თავის აზრში, აფიქსირებს თავისი დაკვირვებებიდან გამომდინარე სამყაროს და ამა თუ იმ ჯგუფებს ხანდახან შეხედავს ხოლმე შევა, გაერთიანდება, არა, კი არ გაერთიანდება, მივა, გაიგებს იქ რა ხდება, დაკვირვებას აწარმოებს, წამოვა თავის აზრებს გამოიმუშავის. ეთანხმება, არ ეთანხმება, ეს უკვე ამ ადამიანის თავში არის, გესმის? ამა თუ იმ ჯგუფების რაღაცა წარმოდგენებს. ხო და აი ასეთი სხვათა შორის ასეთი ჯგუფი ჰყავდა ქრისტესაც, რომ ნებისმიერ ადამიანს იგავებით ესაუბრებოდა, რომ არ ყოფილიყო დიქტატორი. ნახე, დიქტატურასა და ადამიანს უბრალოდ აზროვნებისკენ უბიძგო და მოუყვე რაღაცეები, ეს სხვადასხვა რაღაცაა. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე ღმერთი იყო და ყველას მართვა შეეძლო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მისი მიმართულება მიდიოდა იქითკენ, რომ
ეს იგავებით საუბარი ესაუბრა იმიტომ რომ ინდივიდები გაიღვიძებინა ადამიანებში და არა ერთი დიქტატურული რაღაცა რომ აი ესე უნდა გავაკეთოთ აქეთ მარჯვნივ მივტრიალდეთ მე მარცხნივ მივტრიალდეთ მე ზემოთ ავიხედოთ და ეს იქნება ყველაფერი აქ ხელი ესე შუბლზე დავიდოთ მუცელზე მე მარჯვნივ და მარცხენა მხარზე და ჯვარი გადავიწერეთ არასდროს არ გადაუწერია არ გადაუსახავს ქრისტეს თავის თავზე ჯვარი არასდროს ეს არის უბრალოდ რაღაცა მატრიცა რაც შექმნეს რაც აკავშირებს თითქოს ქრისტესთან და ქრისტეს ახსენებთ თითქოს მაგრამ სინამდვილეში ქრისტეს თავის თავზე არასდროს ჯვარი არ გამოუსახავს ეს რომ გაეკეთებინა ჩვენ გვექნებოდა ამის მაგალითი დაწერდნენ მოწაფეები რომ ქრისტე აკეთებდა ყოველთვის ერთი და იგივე მოძრაობას მაგალითად სამთიც მიიდებდა შუბლზე მერე ჭიფზე მერე მარჯვენა მხარზე და მერე მარცხენა მხარზე ეს მოძრაობა არასდროს არ აღუწერიათ თუ აღუღწერიათ მოწაფეებს ამიტომ ქრისტე არასდროს არ იწერდა ჯვარს თავის შუბლზე და მუცელზე და მხრებზე ანუ თავის სხეულზე ეს არის ერთი მატრიცა რომელიც შემდეგ განვითარებაში შემოვიდა და რაღაცა იქ და რაღაცეები და დაემატა დაბინძურდა ინფორმაციები ანუ გაზედმეტდა ინფორმაციები რა დაბინძურება გაზედმეტებას ნიშნავს ეხლა რაც შეეხება ორი დღის მშიერი ვარ წყალი დავლია და წყლის კუჩი ჩასვლას თავის იმაში ვგრძნობ უჯრედებში ვგრძნობ აი წყალს ვგრძნობ თავში წარმოიდგინეთ ესეთი ამ დონეზე არის უკვე გადაცემა ინფორმაციის იგივეა ჩვენ როდესაც ქრისტე მოდის და საუბრობს იგავებით ხო იგავებით ვიგებთ თითოეული ინდივიდი ჩვენი მატრიცის მიხედვით რა მატრიცას განვითარებული ჩვენ თავში იმის მიხედვით ვიგებთ ეხლა ნახე იცით არის მატრიცა მაგრამ შესაძლებელია ყოფნა მატრიცის გარეშეც მართალია თამარის შერვაშიძე წერს რაც არ შეიძლება როგორც ხელების დალაგება მხრებზე როგორც კეთდება ზიარების დროს ხო ეს აშკარად პირდაპირ მნიშვნელობით მატრიცაში ჩაწერილია რომ იყო ანუბისის საპატივცემულოდ ორი ხელი დალაგებული აი ამ ანუბისი კიდე არის სიკვდილის ღმერთიო თუ რაღაცა მკვდრების ღმერთი მოკლედ ერთი სიტყვით ყველაფერი არის მატრიცა ის რაც შევისწავლეთ არის მატრიცა და ქრისტე ამ მატრიცებს რაც ჰქონდათ იუდეველებს პირდაპირ თავებში ჩადებული ხო თვითონაც მატრიცაში ისხდნენ და ამ მატრიცის გარეთ ვერ გადიოდნენ წარმოიდგინე ისეთი დამატრიცებულები იყვნენ რომ შაბათ დღეს რომ დახმარებოდი ავადმყოფს უკვე საშიში იყო და ღმერთის წინააღმდეგ მიდიოდი რა ესეთი დამატრიცებული საზოგადოება იყო იგივენაირად დღესაც თუ კი შენ არ წახვალ ზიარებაზე შენ უკვე ქრისტე ვერ მიგიღებს და აი ესეთი რაღაცები რა მატრიცაზე იქმნება და იქმნება მოკლედ ბინძურდება ინფორმაცია და განულებისკენ რომ წავიდეთ ქრისტე გვეუბნება მხოლოდ ერთ რამეს რა ადექი არავინ არ გჭირდება განმარტოვდი და ჩადი შენს თავში გადაამოწმე ყველა ინფორმაცია ასია რომ მართლა ჩვენ შაბათ დღეს რომ ადამიანს დავეხმაროთ ღმერთს განვარისხებთ ამით არადა იუდეველების ეს კანონი დღესაც წარმოიდგინეთ დღესაც კი ზიან ხალხი ამ მატრიცაში არსებობენ იუდეველები რომლებიც შაბათ დღეს ცეცხლს არ ანთებენ არანც თუ ვიღაცას დაეხმარონ რაღაცა ცეცხლს არ ანთებენ ასანს არ გაკრავენ მაგრამ სხვას გააკეთებინებენ მაგალითი მაგ საერთო საცხოვრებელში რომ ცხოვრობდით საერთო სამზარეულო ქონდა და რო გავედი სამზარეულოში ეს იუდეველი ბიჭი მეკითხება რომ ამინთებო პლიტასო და პლიტა არის თუ რაც არის ქურასო და მე თქვი შენ ვერ აანთებ მე თქვი თუ ხელები არ გაქვს თქო და არაო მეო არა მაქვს უფლებაო ამისიო რა უფლება არ გაქვს არ ვიცოდი რა მაშინ აზრი არ ვიყავი იუდეური რა იუდეური წესები ისიც არ ვიცოდი რომ ქრისტე და იუდეველები განცალკევებულები არიან ერთმანეთისგან არ ვიცოდი წარმოიდგინე ამ ხელა ადამიანი ვიყავი მაგრამ მე გავერკვიე ხო და რა მეთქი ანუ
არა გაქვთ მეთქი უფლება რომ აანთოთ ხო ცეცხლით ხო? არაო ჩვენ არ გვაქვსო, მაგრამ თქვენ გაქვთო უფლებაო. წარმოგიდგენიათ რამხელა მატრიცაში იყო დაჭერილი ტიპი? მე არ მაქვს უფლება, მაგრამ სხვას რო ავანთებინო, იმის უფლება არსებობს. აი ხა წარმოიდგინეთ უბრალოდ, იგივე გადმოიტანეთ რა ჩვენს ცნობიერებაზე, ქრისტიანულ ცნობიერებაზე. წარმოიდგინეთ რომ ესე იგი ჯვარცმა მოხდა და ეს ჯვარცმა არის ჩვენ თავში ჩაწერილი და ჩაბეჭდილი, რომ ეს ჯვარცმა ქრისტეს გზას თუ გადიხარ, ჯვარცმა უნდა გაიარო და თუ გახსოვთ მე მაშინ რომ დავწერე და ამაზე ხალხი რომ გამიბრაზდა, როგორ უბედაო მამასო ეგეთ რაღაცეებსო, მამას რომ გავუბრაზდი, რომ მე თქვი თუ შენ მოგენდეთ, ესე იგი ჯვარცმაზე მივდივართ, ხო? სხვა ვერ ჩვენ თავებს ვარჩენთ და ვერ ჩვენ შვილს ვარჩენთ. ვერ გადავარჩენთ. ესე იგი რაში აქვს საქმე? რომ შენზე კი არ არის დამოკიდებული შენ რას გააკეთებ, ჩვენზეა ესე იგი დამოკიდებული, ჩვენ როგორ წარმართავთ. იმიტომ რომ ჩვენ შენ იმედზე ვიყავით, რომ ღმერთი გადაარჩენდა თავის შვილს და თავის შვილი ჯვარს ვაცვით. ანუ ვერც თავის შვილი გადაარჩინა და ვერც ჩვენ გადაგვარჩინა ამ მატრიცით, ხო? მაგრამ თუ კი ჩვენ ამას მოვატრიალებთ და ეგრევე წარმოვიდგენთ, რომ მოიცა ერთი წუთით კი ღმერთმა მოავლინა ეს ქრისტე ჩვენთან, მაგრამ საბოლოო ჯამში რისთვის მოავლინა? იმისთვის ჩვენ გონს მოვიდეთ, ხო? ჩვენ თუ ისევ ღმერთის იმედზე დავრჩით, ესე იგი ჩვენ არაფერი გვისწავლია მისი მოსვლით. რაღაცა ხო უნდა შეიცვალოს, ხო უნდა გადმოტრიალდეს ჩვენს ტვინში რაღაც და ჩაირთოს მოქმედება, რაღაცის მოქმედება, აზროვნება, რომ ღმერთი არ გშველის, არც არასდროს გვიშველის, არც ერთ დროში, იმიტომ რომ ღმერთი მოვიდა თავისი შვილით, აგერ შვილით კი არა და შვილის სახით მოვიდა, გვასწავლა და საბოლოო ჯამში ისევ ჩვენ გავაკარით ჯვარზე. ვისი არჩევანია ეს? ღმერთის არჩევანია თუ ჩვენი არჩევანია? რას ფიქრობთ? აი მაგალითად ზვიადის წარმომადგენლები, ვინც იმ დროში მონაწილეობდა გამოსვლებზე, ხო? გამიგია ესეთი ფრაზა მათგან, რომ ჩვენ ძალით აგვარჩევინეს ბარაბა. ჩვენ ავირჩიეთ ქრისტე, მაგრამ მოვიდა ვიღაცა მტარვალი, გვესროლა ტყვიები და იძულებული გაგხვდა, რომ ბარაბა აგვირჩია, ქრისტე მოგვიკლეს, ხო? აი ამ წარმოდგენაში ვთქვათ. აი ახლა ამ წარმოდგენაში ჩვენი რეალობა რა იქნება? როგორ შევძლებს ჩვენ რეალობის შეცვლას? საშიშროებისა თუ ამა თუ იმ მატრიცის შეცვლას? თუ კი ჩვენ გვეცოდინება ის, რომ ზვიადის თავში არის ესეთი აზრი გაჩენილი, რომ ის აუცილებლად ჯვარცმაზე უნდა წავიდეს, ჩვენ უკვე ამ შემთხვევაში განწირულები ვართ იმისთვის, რომ ჩვენ წავაგებთ და ჯვარცმას ვიხილავთ. მაგრამ თუ კი ზვიადის თავში გაჩნდებოდა ეს იდეა, რომ ჩვენ ჯვარცმა ერთხელ მოხდა და მეორედ აღარ მოხდება და ამის უფლებას მაძლევს ჩემი მამა ღმერთი, რომ ეს ვიფიქრო და მეორედ მოსვლას ვიწყებ, უკვე მეორედ მოსვლას ვაკეთებ. ანუ მეორედ მოსვლის მატრიცა ირთვება, რომ ეხლა მე აღარ მინდა ქრისტე გავაკრა ჯვარზე, არამედ მეორედ მოსვლა მინდა და ვიხილო ქრისტე, ეს მინდა. აქ ირთვება უკვე იმისკენ განწირულობა, რომ საზოგადოებას სხვა აზრი არ გაუჩნდეს გარდა მეორედ მოსვლის ნახვისა, ხო? აი ახლა გაიხსენეთ იმ მხედრიონელი მამაოს სიტყვები, რომელიც ქართველებს გვეუბნება, რომ კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ქართველებსო, რომ კიდევ ერთხელ გადავდეთ მეორედ მოსვლაო რა. ესე იგი, წარმოიდგინე რამხელა სიაფანში გვამყოფებენ და დაგვცინიან, თან ძალიან მაღალ დონეზე დაგვცინიან რა, სერიოზულ დონეზე დაგვცინიან, რომ ქართველებმა კიდევ ერთხელ მივეცით შანსი ამ იუდეველებს. თან კი არ იძახის, რომ ჩვენ ქართველებმა გადავდით, თქვენ ქართველებმაო, ესე ამბობს ამბიონიდან. კიდევ ერთხელ მივეცით შანსი, რომ აი ეს მეორედ მოსვლა არ ვაწარმოოთ ჩვენს თავებში რა. განწირულები არიან, როგორც კი ქართველი, მეორედ მოსვლის სურათებს გააცოცხლებს თავის თავში და დაწერს თავის წიგნში, თავის თავში, თავის მატრიცაში, რომ მეორედ მოსვლა არის ეხლა და არასდროს სხვა დროს, რასაც ქრისტეც გვიმტკიცებს, რომ ეხლა იცხოვრე ამ წამს და მომავალს ნუ ელოდები.
არ იცის არავინ ღმერთმა არ იცის კაცის თავში როდის დატრიალდება ეს აზრი რომ მეორეთ მოსვლა ეხლა მოუნდეს რა ამიტომ გეუბნება ქრისტე რომ არავინ არ იცის თვით მამამაც არ იცის მხოლოდ მამამ იცის მეც კი არ ვიცი მამამ იცის როდის მოვა მეორეთ მოსვლა იმიტომ იცის მამამ რომ მამა შენი სარკია შენ როცა გაგიჩნდება ეს აზრი მაშინ მოხდება გესმის ხო და ამიტომ მადლობას გვიხდიან ეს იუდეველები აზრზე ხართ რადონის ირონიით გვესაუბრებიან ესენი ამბიონებიდან რომ კიდევ ერთხელ მადლობაო რომ მეორეთ მოსვლა გადადეთო გესმის ამიტომ მეგობრებო რა ჩვენ თავებში არის ყველაფერი გადაწყვიტავ რომ იხილო ქრისტე იხილავ ქრისტეს გადაწყვიტავ რომ ჯვარცმა იხილო იხილავ ჯვარცმას მატრიცა არის შენში შენ ხარ ღმერთი განა არ იცი რომ შენ ხარ ღმერთი გეკითხება ქრისტე და შენ უნდა უპასუხო როგორ არ ვიცი ანუ უნდა უპასუხო შენ გიჟი ხომ არ ხარ რეებს ლაპარაკო გადაწყვიტე რას პასუხობ ქრისტეს ვიცი რომ ვარ ღმერთი თუ შენ გიჟი ხომ არ ხარ რეებს ლაპარაკო ამას თუ გადაწყვიტავ შენს თავში და გადაწყვიტავ რომ შენ ხარ ღმერთი როგორც გეუბნება ღმერთი ზეციერიდან ჩამოსული ძედ მაშინ შენ უკვე იძენ იმ უნარს რომ შენ შეცვალო მატრიცა ხო და მეგობრებო შენ გააქვს უფლება რომ შეცვალო მატრიცა იმიტომ რომ ქრისტე მოგცა ამის უფლება და გითხრა შენ გახდები ჩემნაირი შეძლებ ჩემზე მეტს ჩემდენს და ჩემზე მეტს აბა თქვენ რა სიტყვით ვიღაცებს მოუწერიათ არ დავკვირვები ვარ აქ რევს წერდნენ მე ჩემს თავში ვარ ხოლმე ჩემს თავში ვიხედები როცა ვლაპარაკობ და კომენტარებს არ ვუყურებ კომენტარებს რო შევხედო მე ჩემ თავიდან ვეღარ გამომდინარე ვეღარ ვილაპარაკებ აქედან გამომდინარე ჩათვალეთ რომ თვალები მაქვს ხოლმე დახუჭული და ისევ საუბრობ რა ამიტომ თქვენი კომენტარები ეხლა უნდა ავსკროლო და ვნახო რა ხდება რეები დაწერეთ რა დაშინებული ეს ხო დაწერა ლიკა მოგრეთ გადამახტუნა ის გენაცვალე დღე და ღამე კაბალას სწავლობ თორას სიმბოლოებს ყველაფერს და არის ბატონი ქვეყნიერების და ჩვენი ისიც ვერ გავარკვიეთ რა უნდა ვაკეთოთ ის უნდა ვაკეთოთ რაც მატრიცის გარეთ არის და ახალია ლალები წერს სწორედ მაგიტომ განვაცხადე 4 იანვარს ჯვარზე აღარ ვაკრავთ ქრისტეს ხო 4 იანვარს ჯვარზე აღარ ვაკრავ სწორედ მაგიტომ განვაცხადე 4 იანვარს ჯვარზე აღარ ვაკრავ ქრისტეს ამინ ამენით ლალები გაიხარე შენაირი გამოფხიზლებული კიდევ 154,000 მინდა ვიხილო რა კაი 153,000 152,000 ლიკა წერს ჯარის სახება აღწერილია ჯვარია გონი ანუ უფალი ქიჩიკაჩია ქიჩი აურაცუდია ლათინურით ვერ ხვდები ხოლმე ზოგჯერ ქიხი კაცია და მარჯვენა და მარცხენა მხარეები ჩვენ დამოყვასთა ურთიერთ დამოკიდებულება თამარ ცდები ჯვარზე ქრისტემ სიკვდილი აუ რატო გადამახტუნებს ხოლმე ლიკა ვეღარ ვხედავ სად ვიყავი სიკვდილი დაამარცხა ანუ ქრისტეს სისხლი უკვდავი ჯვარში და ჯვარზე დაისხა და დაიქცა ჯვარი არის კაცობრიობის უშრეტი და დაუსაბამო
სიყვარულის ტვირთი მოყვასის ტვირთი ქრისტე რომ გარდა მოხდეს დარჩა უპატიოსნესი ძელი ჯვარი არის მისია ქრისტე განკაცდა ჯვარს აცვეს და აღდგა უფალი არის არსი დაუბადებელი მუდამ არსებულია და უკვდავი ღმერთამდე მიისვლა უკვდავყოფა საკუთარი არსებისა არის სიყვარულისთვის მართალს სიყვარულისთვის სად ვიყავი მართალი სიყვარულისთვის თავ განწირვა ანუ გააზრებულად სიკვდილის არ რჩევა ლიკა პატარა ასოებით რო დაწერო იქნება უკეთესად წავიკითხო ღმერთისა ანუ სულის ცხოვრებისა და ქრისტეში ანუ სამოთხეში დამყარება მარადიული სიცოცხლის მოპოვება ჯვარი არის იარაღი რომელზეც ანუ მისია შედგება წამებისა და ტანჯვის გზით ეს ერთ-ერთი მატრიცა ლიკა ეს არის ერთგვარი მატრიცა რომელიც არის ერთი რეალობა არსებობს სხვადასხვა რეალობები მაგალითად ის რეალობაც არსებობს რომ ამბობენ რომ ქრისტე ჯვარზე საერთოდაც არ უცვიათ ის ძელზე აცვეს იმიტომ რომ იმ პერიოდში ჯვრების საერთოდ არ არსებობდა და ძელზე აცმა იყო რომში ფართო დასასჯელი საშუალება უпроსტოდ სასჯელ გამოტანილებისთვის მხოლოდ ძელზე აცვეს ანუ სარზე აცვეს ეს რეალობაც არსებობს აქედან გამომდინარე თვითონ ქრისტე ჯვარს რასაც გულისხმობს ხო ჯვარში არის კიდევ ერთი მატრიცა სადაც წერია რომ ჯვარი არის შენი ამ ქვეყნიური როდესაც ჩამოდიხარ დედამიწაზე ჯვარი გეკისრება და აი ის იმ ჯვარზეა საუბარი ასცედენტ დესცედენტ მზის კვანძებზე ესეც ჯვარს ქმნის ამ ჯვარზეა საუბარი ანუ მრავალი მატრიცები არსებობს და ამ მატრიცების განხილვა ხდება იმის მიხედვით თუ რა ცნობიერება აქვს ადამიანს რომელი მატრიცა აქვს შესწავლილი გესმის აქედან გამომდინარე როდესაც ამბიონიდან გვიყვებიან ჩვენ რომ მადლობა თქვენო რომ კიდევ ერთხელ გადადეთ მეორედ მოსვლა პირდაპირ გვეუბნებიან ამით რომ პირველ რიგში ქართული ენით იხსნება მეორედ მოსვლა და მეორე რიგში მხოლოდ ქართულ ენას შეუძლია ამენით გახსნას რას ნიშნავს მეორედ მოსვლა და სანამ ქართველი ამას არ აკეთებს იუდეველი გვიხდის მადლობას რომ მას აქვს უფლება ისევ და ისევ იუდეური წესებით წიროს ამბიონიდან გელაპარაკოს და თავის მამონა ღმერთს იახვეს სწიროს შენი ენერგია ხომ გესმით აქ რაშია საქმე რა აპოკალიფსი არის ძველი აზროვნების განადგურება და ქრისტეს ცნობიერების მოპოვება კი მეორედ მოსვლა აპოკალიფსთან და განადგურებასთან ასოცირდება ეგ აზროვნებაც შესაძლებელია სიყვარული არ გაგვანადგურებს ამბობს ნინო მილაშვილი მე თამარა პასუხობს რომ აპოკალიფსი არის ძველი აზროვნების განადგურება და ქრისტეს ცნობიერების მოპოვება და შემდეგ ლალი პასუხობს მეორედ მოსვლა არა მეორედ მოსულს ვიცნობთ და ვაღიარებთ თუ არა მეორედ მოსვლა არა მეორედ მოსულს ვიცნობთ და ვაღიარებთ თუ არა ხო აი რა კარგი სააზროვნო მასალები დაიდო კარმული კვანძებია აღმავალ-დაღმავალი და მხრები, ანუ მხარეები, მარჯვენა და მარცხენა. ხო, ლიკა, აი აბსოლუტურად გეთანხმები, მაგაში
ზუსტად მაგ ჯვარზეა საუბარი, რა კარმებით მოხვედი, იტვირთავ თუ არა ამ კარმების ამ ჯვარს შენ, აღიარებ თუ არა ამას შენად, თუ არ აღიარებ იგივე წრეზე წახვალ და თუ აღიარებ მაშინ შენ უნდა იტვირთო და თქვა რომ მე ვარ დამნაშავე ამა თუ იმ კარმის მიხედვით. მოკლედ ერთი სიტყვით მეგობრებო, ნონა წერს, მოიცა კიდე ახალი ისინი შემოვიდა. ნონა ახვერდიშვილი წერს, დია ყოლბაიას ლექსიიდან მოვისმინე, რომ ძველ დროს ქრისტემდე საუკუნეებით ადრე ჯვარი იყო ადამიანი, პიროვნება პირამიდებშიც ხომაა გამოსახული თავზე წრეშეკრული ჯვარი. ეგ გასაღები, ხო, გასაღების მაგვარი. თავზე წრეშეკრული ჯვარი. ეგ არის დედის საშვილოსნოს მიხედვით გაკეთებული დედის საშვილოსნო. მერე ლალი მახარაშვილი წერს, მამამ გითხრა რომ სანამ ისრაელში იქნებოდა 20 წლის წინ, ჯერ საქართველოში მცხეთაში ცაზე გამოსახულა ჯვარი. რომელმა მამამ ლალი იქნებ ეგეც გითხრა? შორენა წერს, ჯვარი ვაზისა გადასცა ღვთისმშობელმა წმინდა ნინოს, როდესაც შეკრა თავისი თმით. არა, ღვთისმშობელმა არ გადასცა, ვინ გითხრათ ეგ? თავისი თმით, რომელიც დაამხო კერპები არმაზისა. არა, შორენა. ეგ ინფორმაცია არასწორია. ნინომ ჯვარით კი არ დაამხო, ჯვრით შემოვიდა, მაგრამ სიტყვების გამოთქმით დაამხო კერპები. რაღაცა ლოცვა წარმოთქვა, რომელი ლოცვის მიხედვითაც დედამიწის ტიამატიდან ამოხეთქა სხივმა. აი ეს პირდაპირ იუდეველებს, ისევ და ისევ იუდეველებს აქვთ ამოქოლილი, იმიტომ რომ არ აწყობთ ეს სხივი, რომელიც ამოხეთქა წმინდა ნინოს ლოცვით, ხო, რომელიც შეისწავლა ერთ-ერთმა სომეხმა ქალმა შეასწავლა ეს ლოცვა წმინდა ნინოს, წმინდა ნინომ ეს სიტყვები გამოთქვა, ეს სიტყვები და მისი ტემბრის ხმა რეზონირდა დედამიწის და შემდეგ სხივმა ამოხეთქვა, ანუ პასუხი გასცა, რომ მე შენთან ვარ, მე შენი მესმის რეზონირდი შენ ჩემთან. გესმის? და აი ეს რომ არ ამოხეთქილიყო, მაშინ იყო ზუსტად ის, რომ დედამიწა გადაიხსნებოდა შუაზე. წმინდა ნინოს მოსვლამ და ამისმა გაკეთებამ პირდაპირ ზეცასთან კავშირში გააბა ეს სხივი დედამიწა ისევ ზეცასთან კავშირში გააბა და ამ პატარ-პატარა მიწისძვრებმა, რომელმაც აი ამ ამოხეთქის შედეგად აღიპყრა ცაში, მზეს დაუკავშირდა პირდაპირ და იმ სივრცეს, რომელთანაც ადრე პირამიდებს ჰქონდათ კავშირი, შემდეგ არმაზი და ეს გაიანის კერპები დაიმსხვრა მთლიანად, იმიტომ რომ მიწისძვრა მოხდა. ხო და ეგეთი მიწისძვრა მოხდა ზუსტად, როდესაც ქრისტე ამაღლდა, აი ზუსტად მაშინაც ეგეთი მიწისძვრა მოხდა, რომ გადაეპოთ თავის ფარდიანა ეს თავისი სამლოცველო იმათ, რა ქვიათ მაგათ რაბებს, ეგეც მოხდა ზუსტად მცხეთაში ჯვარზე და აი ზუსტად ერთი და იგივე ადგილზე ხდება ამის ამოხეთქვა რა. ეს არ მომხდარა იერუსალიმში. ეს მოხდა ხალხო აქ საქართველოში მცხეთის ადგილზე, სადაც წმინდა ნინო მივიდა და იგივე განახორციელა შემდეგ 300 წლის მერე. ეს სხივი დედამიწის შუაგულიდან ამოხეთქილი დააკავშირა ზეცას. და ამიტომ ჯვარი იქ არაფერ შუაში არ იყო რა, მართლა არაფერ შუაში არ იყო იმ ლოცვის დროს გამოთქმულ სიტყვებში. აპოკალიფსი არის ფარდის ახდა და დამალული ინფორმაციის გამოჩენა. კი, იმანანა. და ჯვარი არის უმნიშვნელოვანესი ადგილი. ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი არის დღესდღეობით ჩვენთან საქართველოს ტერიტორიაზე, მსოფლიო ტერიტორიაზე არის მცხეთაში ჯვრის მონასტერი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. მე პირადად ქრისტეს ჯვარზე გაკვრა კი არა, რიგით ადამიანისაც არ მინდა რომ გული ეტკინოს, ყველა სიყვარულს გიგზავნით. ნინო ამბობს, მადლობა ნინო, გაიხარე. ანდრია მიდოდაშვილი უძლიერესი მამაო კასპში მსახურებდა, ეხლა აღარ. ანდრია მიდოდაშვილი.
საინტერესო მამაოა მართლა. ზუსტად მაგიტომ თქვა ტა ძარი ხარო, ხო? ანუ ტანის ძარი ხარო. კი. ადამიანის თავად არის ცოცხალი, ჯვარი, თავი, ხელები, მარჯვენა და მარცხენა. და ამაზე უპასუხა თამარმა ლიკას ზუსტად მაგიტომ თქვა ტა ძარი ხარო. თამარა, ანუ რას ამბობ, ჩემი ბრალია ნინუცას მკვლელობა? ლიკა, აქ ამ შემთხვევაში მე გეტყოდი, რომ როდესაც მამაკაცი და ქალი ერთდება, ის ერთ არს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში თქვენ შორის ერთ-ერთმა, ერთ-ერთის რეალობაში აი ესეთი რაღაც რაც დაიშვა, იმისმა გადაჯაბნა, გესმის? შენი ყავი ეს თუ შენი მეორე ნახევარი, აი ეს უკვე საკითხავია. ვის რეალობის მიხედვით მოხდა ეს? ჯვარი რომ გადასახო პლანეტას შუაგული კავკასია, კერძოდ საქართველო კავკასიონი. ნინი მაისურაძე წერს, იცი რა მაინტერესებს, სულ იმაზე საუბრობ, ესაა ნამდვილი ქრისტიანობა და რამე სხვაო. და მაინტერესებს ადამიანი რომ გწერს და გელოდება და აინტერესებს იმის გამო, რომ სავარაუდოდ ვიღაცეებმა რაღაცეები გითხრეს ჭორები ჩემზე და ამ დროს თან პროსტავ როგორ იყო ფსიქიატრიულში 20 წელი ვიღაც რომელსაც რჩეულს უწოდებ და რატო ვერ ხვდები რომ ჩემზეც გატყუებენ რაღაცას. ნინი მაისურაძე წერს, ნინი აზრზე არა ვარ რაზე მესაუბრები. ანუ შენ პირადში მომწერე მე და მე არ გიპასუხე თუ ვინმე საუბრა შენზე რამე აზრზე არა ვარ. არავის არაფერი არ უსაუბრია შენ შესახებ ჩემზე, შენი გვარისა და სახელის მიხედვით პირველად მესმის ეხლა შენ ამას რასაც წერ. ანუ ვერ ვიგებ რატომ არ პასუხობ. რაზე არ გპასუხობ ნინი? პირადში მომწერე? ნინი მაისურაძე. თუ პირადში მოგწერე და არ მიპასუხია ჯერ, მინდა გითხრა რომ დღეში დაახლოებით 100 მოწერილი შემომდის და შესაძლებელია სადღაც გაიპარა. მე კიდე შეიძლება ისეთ ადგილებზეა მოხვედრილი, რომ ჯერ არ მინახავს შენი ნაწერი. თუ ვნახე და ჯერ არ გიპასუხე, ესე იგი ჯერ დრო არ მქონდა იმისთვის, რომ მომეწერა შენთვის. ასე რომ აქ სხვადასხვა ვარიანტები არსებობს და ძალიან გთხოვ კიდევ ერთხელ მომწერე, თუ კი მოწერილი გაქვს და მე არ მიპასუხია შენთვის. ხო და მინდა და გავარკვიოთ, მე დედაც ლიკა, ანუ შენ გინდა ამის გარკვევა, ხო? ანუ შენ გინდა საუბარი ამასთან დაკავშირებით. ეხლა ნახე ლიკა კიდევ რა ხდება ამაში. ეხლა მივადგეთ ჯადოს, რა ხდება ჯადოს დროს. როგორც კი შენს რეალობაში. თამარ ლიკას ამბავი მე ვიცი პირადში, გესმის და ამაზე მწერს ხოლმე, ეს სხვები ვერ მიხვდებიან ამას, მარტო მე ვხვდები. ხო და იმის მიხედვით ვსაუბრობ. როგორც კი შენს რეალობაში ლიკა არსებობენ, ანუ შენს მატრიცაში უკვე წარმოქმნილი არის აქ მთელი რიგი დასი ადამიანების. აქ არის შენი მეორე ნახევარი, მისი ახლობლები, შენი ნათესავები და ასე შემდეგ. აი ამ მატრიცის მიხედვით უკვე ამათაც გავლენა აქვს შენზე. გააჩნია იმათ რამდენ უფლებას მისცემ, რომ შენზე იბატონონ, ან შენს ყოფით მატრიცაზე. ანუ შენივე მატრიცაში ის აზრები, ენერგიები, ადამიანები და ასე შემდეგ იწყებენ უკვე შენს მიმართ მოქმედებას. რწმენასთან მივედით ეხლა ნახე, შენ თუ გაქვს იმის რწმენა, რომ ვერავინ ვერაფერს ხელს ვერ დაგადებს, იმიტომ რომ შენ ხარ ღმერთში ძლიერი,
ამ შემთხვევაში შენი მატრიცა ჩართულია იმ მოდუსზე, რომ შენ მართლა ვერავინ მოგეკარება, ვერც ერთის აზრი, ვერც ერთის მჭყიბაობა, ვერც ერთის რაღაცა, ანუ სურვილი ვერ მოაღწევს შენ რეალობამდე. ესე იგი, შენ ისინი დააიგნორე. გესმის? შენი მატრიციდან ჩამოჭერი, როგორც ხდება, ხო? რა ქვია მაგას კაცო, მატრიცაში. ნოე კი არა და. ხო არის ტრინიტი და მისი მეორე ნახევარი. ნეო. აი ეს ნეო რაღაც მომენტში კვდება და მისი მეორე ნახევარი იმ ხელაზე იწამებს, რომ ეს გაცოცხლდება. ანუ ნეო და მისი მეორე ნახევარი აქ არიან ერთი სხეული უკვე რა. და მე შემდეგ იმეებში, რა ქვია, შემდეგ სერიებში ნეოს და ტრინიტის შორის ხდება ესეთი საუბარი. მომენატრე და მე შენ მჭირდები. გესმის? ეუბნება ნეო ტრინიტის. ტრინიტი განცალკევდება რაღაცა მომენტში და ნეოს მოენატრება ტრინიტი უკვე აი ამ სულ რაღაც 10-20 ნახევარი საათის განმავლობაში. ხო და როდესაც ნეოს ექნება სიზმარი, რომ ტრინიტი უნდა მოკვდეს, ნეო აფრთხილებს ტრინიტის, რომ არ გააკეთო, არ შემოხვიდე, არ დაგვეხმარო, რაც არ უნდა გაგვიჭირდეს ჩვენს მატრიცაში, არ დაგვეხმარო. თორე ამას უკვე წინასწარ ნანახი აქვს, რომ ეს მოკვდება. გესმის? და ეს ხო ტრინიტი არ იცის, მაგრამ ტრინიტი მაინც არ შეასრულებს ამის სიტყვას და მართლა კვდება. რომ აესრულებინა ტრინიტის ამის სიტყვა, არ მოკვდებოდა და არ გართულდებოდა საკითხი, გესმის? მაგრამ ტრინიტი მაინც შეიჭრა მატრიცაში და საბოლოო ჯამში თვითონ თავისი სასიკვდილო ფორმულა გამოუტანა თავის თავს. მაგრამ აქაც უკვე ერევა ნეო, ისევ თავისი მეორე ნახევარი რაღაც სასწაულებრივი ძალებით გამოიმუშავებს ახალ ენერგიას თუ ახალ აზროვნებას, ჩაუყობს გულში ხელს და აუმუშავებს გულს, გესმის? მოკლედ მატრიცა არის ძალიან საინტერესო ვერსია რა და მესამე სერიას ჯერ არ მიყურებია, მაინტერესებს როგორ განვითარდება. ნეო ხო ლალი მადლობა. არავინ ჭირდება, მე და მამამისი ბიომასალა დნმ-ია საჭირო და სიკვდილი აქვს გამოტანილი მამის დედას, ანუ მე ვარ მართალი. იცი რა, ლიკა, ამისათვის საჭიროა საუბარი მართლაც, ანუ რო გაირკვეს შენსა და მას შორის რა მოხდა ზუსტად, ანუ შენში რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემა, ხო, ეს კითხვა თავიდან რომ მოგეშვას, აუცილებელი არის თქვენი ერთად დაჯრდომა, თვალი-თვალში ჩახედვა და საუბარი. მაგრამ სანამ ეგ მოხდება, იქ ბევრი რაღაცაა გასაწმენდი. ამ გზაზე, რომელიც უშლის ხელს ამ გზას. სხვადასხვა ენერგიები, სხვადასხვა აზრები, აი დაუკვირდი მატრიცაში არიან ესენი, ეს შავი კაცები რო დადიან. ვინები არიან შავი კაცები? ესენი არიან აზრები, ენერგიები და ისინი შიშები და აი მოიცა როგორ ქვიათ მაგათ? სხვადასხვა ემოციები, გესმის? აი ეს ემოციები არის ჯერ გასაწმენდი. თუ თქვენ პირისპირ დაჯდებით და აი ეს ემოციები გარშემო გერტყავენ და არ მოგცემენ ამის საშუალებას, რომ თქვენ ერთმანეთს ესაუბროთ წყნარად, მაშინ ვერ ისაუბრებთ. ამიტომ ეს ემოციები და ეს შიშები და ეს შავი კაცები არიან, მატრიცაში რო არიან დადიან ეს პლაშიანი კაცები, არიან ჯერ მოსაშორებელი გზიდან, როგორც შენი მხრიდან, ისე მისი მხრიდან. მანამდე მე წონაში უნდა დავიკლო, ხო?
არა ლიკა, წონაში დაკლების გამო არ უნდა იშიმშილო, შენ უნდა იშიმშილო იმის გამო, რომ აი ეს შავპლაშიანი კაცები მოშორდნენ შენი ცხოვრებიდან, ანუ გადატანითი მნიშვნელობით შენი მხრიდან შენს გარემოში ეს ენერგიები და აზრები და ეს ძველი რაღაცა ტრამვები მოშორდეს, გესმის? და აი ამ ძველ ტრამებს რომ მოიშორებ, ავტომატიურად მასთანაც მოშორდებიან რაღაცეები, გესმის? და აი ეს იქნება მერე იმის საშუალება, რომ თქვენ უკვე თავისუფლად შეძლებთ ერთმანეთთან შეხვედრას და პირისპირ საუბარს, ჩვეულებრივად საუბარს. აბსოლუტური სხვადასხვა შეშლების გარეშე, სხვადასხვა აზრების, იქნება ეს სხვა ადამიანებიდან გამოწვეული თუ თქვენიდან გამოწვეული, თქვენი თავიდან გამოწვეული შიშები, აზრები, იქ დამახინჯებული წარმოდგენები და ასე შემდეგ. ამეებისგან უნდა გავთავისუფლდეთ ჩვენ ყველა. დემონები ქვია მაგას, ხო? აი თამარმა დამეხმარა, დემონები ქვიათ მაგათ. სახარების ენაზე დემონები. ნათლისღებას გილოცავთ თამარ, მარი ბასილაძე წერს. მადლობა მარი, ნათლისღებას მეც გილოცავთ. ყველას, თუმცა მე მგონი მოგილოცეთ უკვე ნათლისღება Facebook-ზე დავწერე და ამიტომ აღარ ეხლა გამახსენდა რა იცით მეგობრებო? რაღაცა არჩევნებზე იყო შეკრება რუსთაველზე კი არა და იქ წმინდა გიორგის ძეგლი რო დგას მან და მეიდანზე და მელია იყო, რა ქვია მაგ მელიას, გია მელიაო თუ ნიკა მელია იყო გამოსვლით რა და მე მაშინ გავისეირნე, მე თქვი აბა რა აქცია აქვთ, მე თქვი და რა დემონსტრაცია 300 კაცამდე თუ იყო მოგროვილი, ისიც ჩამოყვანილი ყავდათ მოკლედ რაიონებიდან და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში თავისი სიტყვით გამოვიდნენ, დაიშალა ყველას მისცეს სიტყვის უფლება, თავისიანებს, სხვებს არ მისცეს უფლება და დაიშალა ეს ხალხი და საბოლოო ჯამში მე ნიკა მელიას ვეკითხები რა. კი მეთქი ყველაფერი თქო რა, გასაგებია თქო, მიულოცეთ ხალხს თქვენი შეკრება და ასე შემდეგ მეთქი რა. რაღაცა დღეობა იყო რა, იმ დღეს დაამთხვიეს ზუსტად. ეს დღესასწაული მეთქი რატო დაგავიწყდა თქო რა და დაიბნენ. სულ ყველანი დაიბნენ, იმიტომ რომ არ მიულოციათ ნამდვილად. ხო, ეგო თავში ვთქვიო, მეო მაღაზიო გავაცხადეო და გამოვედი რა, კარგით მეთქი, მადლობა თქო და გამოვიარე და იქ დაცვა. პირდაპირ აი ეს შავკაცებს რო გავდნენ ამ დემონებს რა. საწყალი იძახის ჩემზე რა. ეს საწყალი, საცოდავიოთ რაღაცა ეგრე თქვა და გამოტრიალი და შევხედე რა. ანუ რითი ვარ საცოდავი რომ ეს დღესასწაულის მილოცვა რომ დაავიწყდე და შევახსენე? ხო და მართალი რომ გითხრათ, მართლა ძალიან საცოდავი ვიყავი იმ მომენტში, იმიტომ რომ მე იქ ხედავდი აბსოლუტურ ჯოჯოხეთს რა. მე იქ ადამიანებს ხედავდი, დაბალ ვიბრაციულ ადამიანებს ხედავდი, იმდენად დაბალ ვიბრაციულზე რომ დავდიოდი, ყველა მე მიყურებდა რა, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ ვთავსდებოდი იმ გარემოში მე რა და ყველა მე იმიტომ მიყურებდა რომ ალბათ ფიქრობდა ამას აქ რა უნდა ვან ვინ არისო რა და საბოლოო ჯამში მომაწერეს ესეთი სახელი საცოდავი, გესმით? ხო და ეხლა რატო ვახსენე ეს, იცი? ეხლა ვიგეთყვით რა. აი დღევანდელი დღე, რომელიც წესით მილოცვით უნდა დამეწყო, მაგრამ არ დავიწყე ამ ნათლისღების მილოცვით. დაახლოებით იგივე ვარიანტი იყო, როგორც ნიკა მელიამ არ დაიწყო მილოცვით. ხა მეორე. ის ხალხი, რომელშიც დავდიოდი და ვფიქრობდი, მე თქვი, ღმერთო ჩემო, აი ეს ხალხი თუ ირჩევს ნაციონალიზმს, მე თქვი, რომ არსებობს ჯოჯოხეთი, ამაზე უარესი არ წარმომიდგენია რა. და აი ამ საზოგადოებამ მე მიწოდა საცოდავი. და საცოდავი ვიყავი, აბა რა ვიყავი. სხვადასხვა მატრიცები არსებობს მეგობრებო რა. ყველა თავს თავისი მატრიცა აქვს. და რაღაცა გონი ცდილობს, რომ
აი ეს 1000 თავი იქნება, მილიონი თავი იქნება თუ მილიარდი თავი იქნება, ერთ თავად აქციოს, გესმის, ერთ მატრიცაში მოათავსოს. და ამაზე მიდის მთელი ეს რელიგიები, მთელი ეს მეცნიერება, მთელი ყველაფერი. აბსოლუტურად ვეთანხმები აინშტაინს, რომ ყველაფერი შესაძლებელია რა. არაფერი არ გამორიცხულა ამ დედამიწაზე. ყველაფერი არის შესაძლებელი. ამიტომ ნებისმიერ ადამიანს რა აზრიც გაუელვებს, ის აზრიც არის შესაძლებელი. კითხვა ისმის, შეძლებს თუ არა ის იმხელა ენერგიის გამომუშავებას, რომ ეს აზრი იმხელა ენერგიად აქციოს, რომ მას გაყვეს მთლიანად მთელი აი ეს მილიარდი თავი. აბა დაუფიქრდი შენ თავს. შეძლებს კი. გამორიცხეთ დრო, როგორც ქრისტემ გამორიცხა დრო. თუ ქრისტეს დროს ერთი კაციც ვერ დაუდგა მხარში და მხოლოდ მაგდალინელი იყო მის ამაღლების დროს მის გვერდით, დღეს რამდენია ვიკითხოთ აბა? რამდენი მოაგროვა ქრისტემ თავისი იმ ენერგიით, იმ გამოყოფილი ენერგიით, რაც მან თავისი საქციელებით გააკეთა, კიდევ ერთხელ მიმეორებ, ღმერთი არის დროსა და სივრცის მიღმა, აი ამ სივრცეში დროს მიღმა რამდენი წაიყოლა თავისთან. 9 მილიარდი ადამიანი არსებობს დღეს დედამიწაზე. და ბოლო ჟამის სიმპტომები არის ის, ნიშნები არის ის, რომ ყველა დედამიწის ზურგზე ყველა ადამიანი ისაუბრებს ქრისტეს შესახებ. 9 მილიარდიდან თუ დღეს 1% იცნობს, თუ 3% მხოლოდ ქრისტეს, თქვენ წარმოიდგინეთ მოდის ის დრო, როცა 3% კი არა, 100% იწყებს უკვე, 100%-მა უნდა დაიწყოს ქრისტეზე საუბარი. რის მეშვეობით? იმ ყუთების მეშვეობით, რომლებიც დაგვიდგეს სახში, ხო და აგერ ხელშიც გვიჭერია. ხო და ეგ დრო უკვე მოდის. უფალმას თქვა დაასწრო აინშტაინს. უფალმას თქვა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ხო? კი, ყველაფერი შესაძლებელია. აინშტაინმა საუკეთესო რამ ბრძანა მეცნიერებაზეც გაცილებით ძლიერი ინტუიცია და წარმოსახვა. მეცნიერებაზე გაცილებით ძლიერი ინტუიცია და წარმოსახვა. დიახ, თამარ, დიახ. რიმა გილოცავ თამარ და ყველას ქრისტეს და მადიდებლებს ნათლისღებას გაგვაძლიეროს ქრისტემ ერთობაში. ხო და მეგობრებო, ეხლა ეს პროცესია რა. გავყვებით ჩვენ ქრისტეს, თუ გავყვებით ჩვენ ბუდას, გავყვებით ჩვენ კრიშნას, თუ გავყვებით ჩვენ ჩვენს თავებს, გავყვებით ჩვენ სტალინს, თუ გავყვებით ჩვენ ნარიმანს. მოკლედ ერთი სიტყვით არის ერთი დიდი ბრძოლა ასტრალურში. ვინც გაყვება ქრისტეს, ის იქნება ჩემთან ერთად. ასე რომ, ამინ ამენით იესო ქრისტეში ჩვენ ვართ ძლიერნი და ჩვენ გავყვებით იესოს ჩემ მატრიცაში, მე მივიღე იესო და იესო მიმიღო მე და ასე რომ ჩვენ ყველანი ქრისტეში ერთნი ვიქნებით. მე გეტყვი რამდენი ორი კარიერში ღმერთმა მერეში კი ლექციას ბნელეთის მეუფე ყვება. როგორ გამდიდრდე და თავი წამაჭერი 1-2 იქნება პირველ ოთახში და წყვეტა იქნება მეორე კარში. კიდევ ერთხელ წავიკითხავ თამარ. მე გეტყვი რამდენი ორი კარი ერთში ღმერთია, მეორეში კი ლექციას ბნელეთის მეუფეზე ყვება. როგორ გამდიდრდე. და თავი წამაჭერი 1-2 იქნება პირველ ოთახში და წყვეტა იქნება მეორე კარში, ანუ სადაც ფულზე არის საუბარი, ხო? მაგას რა თქმა უნდა, თამარ, როდესაც გველუკაშვილთან ლექციებზე დავდიოდი, ხო? ესე იგი 30 კაცი ხო ვისხედით რა, დაახლოებით 30 კაცი. და როდესაც სიგილებზე მივიდა საუბარი, რომ აი როგორ შევადგინოთ სიგილა ამა თუ იმ საკითხზე, ხომ არის ახლა ჯანმრთელობის საკითხზე, იქ რაღაცა სიყვარულის საკითხზე, იქ იმის საკითხზე,
ამ 30-დან 28-ს აინტერესებდა ფულის სიგილა როგორ გამოვითვალოთ. ასე რომ შენი მოსაზრება მართალია. ამ რეალობაშიც კი. აბა ეხლა დაგემშვიდობებით მეგობრებო, გაკოცეთ და გაუზიარეთ ვიდეოები თქვენს მოაზროვნე ადამიანებს, ამას ყველა ვერ გაიგებს, ამიტომ მხოლოდ იმ ადამიანებს გაუზიარეთ, ვინც აზროვნებს და ვისაც აზროვნება სურს. გაკოცეთ, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.